გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, ეს wellness პოდკასტია ჯანსაღყვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ჩემი სტუმარი არის ანა ტიკარაძე, რომელიც 13 წელი იყო ვეგანი, ინფლუენსერი, ბრენდი ნამუს დამფუძნებელი. მე გახლავართ ანა ტიკარაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი და ჯანსაღი სამზარეულო ნამუს დამფუძნებელი. ანა, გამარჯობა, ძალიან მიხარია, რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი. გამარჯობა, მე ძალიან მოხარული ვარ. სულ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ აღარ ხარ ვეგანი 13 წლის შემდეგ და ძალიან მაინტერესებს რამ განაპირობა ეს არჩევანი და საერთოდ რა გზა გაიარე. რა მოგვიყვა? მართალი ხარ 13 წლის ვეგანობის მერე ახალ წელს 25 რო დგებოდა პირველად ურუგვაიში ვიყავი და იქ დავაგემოვნე ხორცი ამდენი წლის მერე. ეს რაღაცნაირად როგორ მოხდა, იცით, აი თითქოს ბუნებრივად, მაგრამ ამას უძღოდა წინ მოსამზადებელი პერიოდი, მთელი წელი. იმიტომ რომ მე შარშან წინაც ვიყავი ურუგვაიში და სამხრეთ ამერიკა ზოგადად არგენტინული სტეიკი ხომ იცით და რაღაც ეს ურუგვაი ცნობილია თავისი ხორცის ანუ ამბობენ რომ ურუგვაიში რომელიც პატარა ქვეყანაა ერთ ადამიანზე 4 ძროხა მოდის ანუ უფრო მეტი ძროხა ყავთ ვიდრე ადამიანი და შესაბამისად ხორცის კულტი ანუ ძალიან კარგი ხარისხის ხორცია არის სუ აი ბალახს როძოვს გაშვებული როა ეგეთი ნუ კარგი ხარისხის ხორცი და შესაბამისად წინა წელს უკვე ჩემმა მეგობრებმა გარშემო ვინც მყავდა დამიწყეს ესე ჩაწყვეტება რომ აი ხორცი კარგი აუცილებელია თან ესეთია აქრო ჭამ ისეთ სხვაგან ვერ შეჭამ რაღაცა და ნუ მაინც იმ პირველ წელს რაღაცნაირად ვერ გავრისკე თან ეთყობა არ ვიყავი ამისთვის მზად ფიზიკურად და მორალურად და მოკლედ ასე ვთქვათ გავუძელი ცდუნებას შემდეგი ეს მთლიანი წელი ვიდრე მეორეჯერ დავბრუნდებოდი ურუგვაიში არ ვიცი დაემთხვა თუ როგორ მოხდა აი ესე პოდკასტები თუ რაღაცის წაკითხვის და ემისი გზით ძალიან დიდი ინფორმაცია შემოვიდა რაც ამბობდა რომ აი ხორცი აუცილებელია განსაკუთრებით 40+ ქალებისთვის შეიცვალა ეს ხო აი ეს ტრენდები ხო რაღაცნაირად იცვლება და რის შემდეგაც ასე ვთქვათ უკვე ესე იგი ნახევარი წელია გავაგრძელე ცხოველური პროდუქტის მიღება თუმცა ეს მაინც ჩემ ლიმიტებში ვჯდები, აი მე ალბათ ვისაუბრებთ ამაზე, ვეგანიც რო ვიყავი, ვეგანობის გარდა აი ძალიან ბევრი ნო მქონდა და აქაც ეგრე ვარ, ანუ სიტყვაზე მაინც არ ვიღებ რძის პროდუქტს სხვადასხვა მიზეზის გამო. ანუ ეხლა თუ მივირთმევ ხორცს, ისიც აი ძალიან უნდა ვიცოდე საიდან მოდის, ეხლა ესე და ყოველდღე მივირთმევ თუ არა? არა, მაინც ჩემი დიეტა რჩება, აი როგორც საზღვარგარეთ ეძახიან plant forward უკვე შეიცვალა და plant based აღარ არის აი plant forward რომ აი უმეტესობა სცენარეული საკვები არის გემოც ძალიან მიყვარს თან ეთყობა უკვე შეჩვეულია ორგანიზმი და ამისი მოთხოვნა უფრო მაქვს და ხორცი და თევზი შემოდის აი კვირაში ერთხელ, კვირაში ორჯერ, კვერცხი შესაბამისად უფრო ხშირად. ცვლილებებს გრძნობ, ძალიან ასე ვთქვათ, თვალში საცემი ცვლილებები მოხდა ამ 6 თვის განმავლობაში. აი გაგვიზიარე რა ცვლილებები იყო მანამდე ეს 13 წელი და რაც ეს შემდეგი კითხვა იყო, მაგრამ რა ხან მოიტანა ეხლა საუბარმა, მოგვიყევი ეხლა რას გრძნობ. კარგით, მაშინ აი დავიწყოთ ვეგანობამ რა მოიტანა, ხო? ვეგანობამ ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი რამ მოიტანა ჩემ ცხოვრებაში, ვინაიდან მე გასინჯული არ მქონდა ბადრიჯანის 30 წლამდე. ანუ არანაირ ბოსტნეულს არ მივირთმევდით. ანუ ჩვენი საკვები იყო ნახშირწყლები, იგივე ეს რაღაცა ბრინჯი, ლობიო, ნუ ეს ბურღულეული და მარცვლეული კი იყო და რა თქმა უნდა ხორცი. არ იყო ბოსტნეული. არ იყო ბოსტნეული, ანუ აი უჯრედის რეალურად ხო, სუფრაზე რო ვისხედით, ეხა მე არასდროს ფხალი არ მიჭამია და არც ბადრიჯანი და არც აჯაბსანდალი და არც არა ხაჭაპური, წიწილა და ბაიჟე. ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, მთავარი კერძი. 30 წლამდე, ვიდრე მე გავხდი ვეგანი.
ამან აი ძალიან კარგი ცვლილებები მოიტანა, აი ჩემი კულჭნაწლავი მომნელებელი სისტემა და მე უკვე რო კითხულობ და ხვდები ინფორმაციას რო იყავ ხვდები რომ რაც ახსენ უჯრედის სად იყო უჯრედის ანუ 0 და ნუ რაღაცა მინიმუმი თუ არ მიიღე ადამიანმა უბრალოდ ფიზიკურად ვერ გეკნება ხო ნორმალური საჭმლის მომნელებელი სისტემა შესაბამისად ეს ძალიან კარგი და პოზიტიური და ყველაფერზე აისახა სახისკანზე. და როგორც იცი შაქარსაც არიღებდი რაფინირებული შაქრის და მე ამ თვითონ ამ ვეგანობის პერიოდში სხვა ბევრი ასე ვთქვათ ჩასწორებები შევიტანე ჩემს დიეტაში ხო ეს იყო მაგალითად რომ ვცდილობდი რაფინირებული შაქარი არ მიმეღო რაფინირებული ფქვილი ანუ გლუტენს ესე როგორ გითხრათ ახლა შეიძლება შვრია 1000 ერთხელ მივიღო რომელიც პროტეინიც გავს რეალურად ხორბლის უგლუტენოა შვრია მაგრამ ეკიდან გამომდინარე ხორბალთან ერთად იზრდება ახლოს არ და შეიძლება ხო და როგორც ვიცი ესე ძალიან მკაცრი არა ვარ ამ საკითხში მაგრამ ეს რაფინირებული შაქარი ფაქტიურად არ მაქვს აი სტუმრისთვის მაქვს ხოლმე ეს პატარა ქილაში ჩაყრილი რომ ვინმემ თუ მოითხოვა ყავა შაქრითან რაღაც არსებე აკრძალული მაქვს ზეთები რაფინირებული ზეთები და ყველაფერს მაშინაც და ახლაც წვავ თუ ვაცხობ ანუ ცხიმის გარეშე ამ ზეთების გარეშე და მხოლოდ შემდეგ უკვე სერვირების დროს ცივად დაწურული ეს ზეითუნის ზეთი იქნება თუ სხვა თუნდაც მზესუმზირის ზეთი ოღონ ეს კახური ცივად დაწურული როა ხო ჩვენი ენდემური ჩვენი ხო აი ესეთ რაღაცებს მაინც მივირთმევთ აი ეს აკრძალვები რაც უფრო ვეგანობა არა ვეგანობას კი არ უკავშირდება უფრო აი ჯანმრთელობას უკავშირდება ხო შეიძლება იყო კარნივორი შეიძლება იყო ვეგანი და იყო ან ჯანმრთელობაზე ან junk food ჭამდა სულ ხო შესაბამისად ეს ლეიტმოტივად ანუ ჩემ დიეტას ეხლაც მოსდევს რომ ისევ აი რძის პროდუქტს მაგალითად არ ვიღებ იმიტომ რომ მაინც ლაქტოზის გამო რომელიც ორგანიზმში მაინც შაქრებად გარდაიქმნება და ასევე აი ძალიან ასე ვთქვათ ანთებითი პროცესების მაპროვოცირებელია და რძის პროდუქტს თუ ვიღებ ეს არის ფერმენტირებული და მე თვითონ ვაკეთებ ხოლმე მაწონს ხშირად ვაკეთებ ხოლმე კომბინაციას ძალიან მიყვარს ამდენი წლის შეჩვევის შემდეგ სოიოს რძე და სოიოს და ჩვეულებრივი რძის მაწონი აი ძალიან ესეთი უფრო მსუბუქი და კარგი გამოდის ხოლმე ხაჭოს ავჭრი ხოლმე რძეს და ხაჭოს ანუ აი ეს ყველს და გამოდის მაწონი ხო ყველს თუ მივირთმევ მხოლოდ და მხოლოდ აი დაძველებულ აი რაც უკვე აი ეს ლაქტოზა ფაქტიურად გამქრალია ხო ანუ ხელოვნურად დამუშავებული და ლაქტოზა გამოცლილი სულგუნი კი არ მინდა ანუ მაინც ესე დაძველებული რომელიც ბუნებრივად ხო ფერმენტირდება ხო ძალიან ცოტა ყველი აი გუგუდის ყველზე ვარ ახლა შეშლილი და აი ესეთ რაღაცებს და ისიც ძალიან ცირედი დოზები მაშინ როდესაც მე გავხდი ვეგანი არც კაფეები იყო არც რესტორნები ნუ ერთადერთი სამარხოდ თუ გინდოდა ყვება სამარხოში რაც გადიოდა რეალურად არაფერს არ ვიღებდი და შესაბამისად მომიწია მე თვითონ ამისი მზადება და ნუ არ მქონდა ცოდნა და გავიარე ძალიან კარგი ამერიკაში იყო ესეთი სკოლა რომელიც უშუალოდ მხოლოდ ეს plant based კულინარიაზე იყო კვებაზე დაფუძნებული კვებაზე მხოლოდ ამას ასწავლიდნენ და ძალიან ღრმა ცოდნას იღებდი ანუ იქ იყო არა მარტო მზადებაზე აქცენტი არამედ აი თუნდაც აი ეს ამისი ჩამნაცვლებელია ის იმისი ამასაც კითხავ აუცილებლად ეს უნდა მიიღო იმას თუ არა ნუტრიციული განათლებაც ასე ვთქვათ მივიღე ამას მე მოყვა ნუ ეს იყო ესე იგი 2000 აღარ მახსოვს 10 წლის წინ სულ ცოტა
საქართველოში როგორც ვიცი, მაგ პერიოდში არაფერი არ იყო მე და ხო მახსოვს რომ აი ელემენტარულად ეს ფსილიუმი იყო, ჩია იყო, სელიც კი ამაზონიდან ვიწერდი პატარ-პატარა პაკეტებში და აი ნუ რაღაცა მაჩაზე და რაღაცებზე ლაპარაკი ზედმეტია ხო. მე მაგის მერე ანუ ყველა ჩემი მოგზაურობა უკავშირდებოდა ამას და ძალიან ბევრი ვიმოგზაურე და ვესწრებოდი ან ტრენინგებს, ან უშუალოდ მივდიოდი რომელიმე კაფეში სამუშაოდ და ხო, აი ესე მოხდა. ერთმა ქალმა რაღაც ექიმთან ვიყავი და ესე შემომხედა და მითხრა, რომ თქვენ ვეგეტარიანელი ხართ? და მე არაფერი არ მithქვამს მანამდე რომ რატომ მეკითხებით მეთქი და კანზე გეტყობაო და ეს იყო oh my god მეთქი რას ქვია კანზე მეტყობა და მეთქი როგორ აი სხვანაირი კანი აქვს იმათ ვინც ხორცს ახლა არ უთქვამს რომ ან ცუდი კანი გაქვს ან რბილი ხორცი გაქვს ან რაღაცა ესე მაგრამ ნუ მივხვდი რომ ფლატ კარგი არ გაყოფილიყო ნუ ამას მოყვა ალბათ კანის სტრუქტურაზე არის საუბარი სტრუქტურა ხო ანუ სისავსე ეკარგება და ეხა 15 წლის რო ხარ ვეგანი და არ მიირთმე ხა იმდენად მაინც კუნთის სავსე გაქვს რომ ეს არ შეიმჩნევა ხო და მე ვარ 45 წლის და შესაბამისად ჩემთან უკვე კუნთი იწყებს სტანდარტულად როგორც არის მოცემული კლებას ხო და ამას რომ ემატება ის რომ ხორცს არ მივირთმევდი შესაბამისად იმისი კლება უფრო სწრაფად მიმდინარეობს ხო მას შემდეგ რაც ხორცის ჭამა დავიწყე ნუ ფიზიკურად არ ვიცი, აი რამდენ გრამ ხორცად ვჭამდი, იმდენ გრამს სასწორზე ვიმატებდი. ოღონდ ეს არ აისახება სიტყვაზე გარშემოწერილობაში. ეს არის კუნთის მასა. ხო, ანუ იგივე ტანსაცმელი მაცვია, ესე შეიძლება ალბათ კუნთის მასის მომატება. უბრალოდ აი ეს რაღაცა კუნთი შეივსო. ეხლა მე ამას დაუმატე ისიც რომ მანამდე წლებია იოგას ვაკეთებდი და ეს ვთვლიდი რომ იყო ავსავსებით საკმარისი და კარგი და რა თქმა უნდა იოგა კარგია კიდევ ვაკეთებ მაგრამ ეხა დაუშვათ დავწმუნდი რომ და ესე ვფიქრობ რომ არ არის საკმარისი და ამიტომ ეხა ვაკეთებ წონებს ვარჯიშს დარბაზში არ მეყვარს მაგრამ ხო სახლში და შესაბამისად ეს კუნთი თან ხორცაც რო ვახმარ უფრო და უფრო იზრდება სიტყვაზე აი ამ პერიოდში კუნთის ზრდასთან ერთად მე ვამჩნევ იმას რომ შემიძლია მეტი საკვების ატანა ასე ვთქვათ ხო მაშინ თუ ჩემთვის იყო აი წონა რომ მეკონტროლებინა სიტყვაზე არ ვიცი იქ 1200 კალორია მისაღები ეხა 1500 და მეტი შემიძლია მივიღო და არაფერი ხო ანუ კუნთი უფრო მეტ ასე ვთქვათ კალორიას მოითხოვს და ხარჯავს და ანუ მე ეხა აქ რო ვზივარ უფრო მეტ კალორიას ვხარჯავ ეხა ვიდრე შარშან დავხარჯავდი ასე ვთქვათ ცილა ყოველთვის არის ან მოდის ცხიმთან ერთად ან მოდის ნახშირწყალთან ერთად ესე ცალკე ცილა არ არსებობს შესაბამისად თუ ხარ ვეგანურ დიეტაზე და გინდა ცილის მიღება, იღებს სიტყვაზე ლობიოს ბარდას და ასე შემდეგ, რომელიც აუცილებლად ნახშირწყალთან მოდის და პარკოსნებს. ხო, და ნუ ამ კვლევებით გინდება რომ ეს ნახშირწყალი ეს ბევრი შაქარი ორგანიზმში არ არის, ასე ვთქვათ, დიდად სასურველი, თუმცა არც ამისი ამოღება და არც ამისი სრულად აკრძალვა დაბალანსებული არის ალბათ საუკეთესო. მაგდენ პარკოსანს მე ვერ მივიღებ. ანუ ჩემი პრობლემა ეს იყო, განა არ ვიცოდი ცილა რომ შეიძლება, მაგრამ ამდენი ბრინჯი და ოსპი არ, ანუ მე უნდა ვჭამო 100 გრამი ცილა.
მინიმუმ. და 100 გრამით ცილა ცხოველური რა თქმა უნდა სხვა არის და მცენარეული რამდენი გამოდის? ერთი ქვაბი ლობიო უნდა აი ჭამო. ამას ვკითხო. ხო და მე რომ მაგდენი ლობიო ვჭამო 55 კი არა 155 არა და კილო თან ვიქნები. შეიძლება ვერც გადაამუშაო. ჩემი ორგანიზმი ამდენ ნახშირ წყალს ვეღარ აიტანდა და მეორე ცხოველურ ცილას თუ იღებ ის მოდის ცხიმთან ერთად და ეს ცხიმი ჩვენ ასაკში და ქალებისთვის აუცილებელია ჰორმონალური აუცილებელია. ფორმისთვის. ხო ტვინისთვისაც, იმიტომ რომ 60% ტვინის ცხიმია. ხო და ამიტომ არ ვიცი იცით როგორ არის აი ხანდახან რომ ეკითხებოდნენ აი ვეგანური რატო გახდით აი ეთიკური მიზნებისთვის და ნუ მაშინაც ეგოიზმთან იყო დაკავშირებული რომ მე ხა ცუდად ჟღერს ალბათ მაგრამ ცხოველი მეწოდებოდა და ამიტომ არ ვჭამდი ეს არ იყო ხო ჩემი კარგად ყოფნის გამო გადავწყვეტეს და ახლაც მოხდა იგივე რომ ჩემი კარგად ყოფნისთვის გადავწყვიტე რომ ასე იყოს მე ყოველთვის ვამბობ რომ მე არ ვიცი მე მართალი ვარ თუ არა მე სწორი გადაწყვეტილება მაქვს თუ არა და მე არავის სხვას ჩვენ არ მოვუწოდებ რომ შეცვალოს არ მოვუწოდებ ჩვენ უბრალოდ საუბრობთ გამოცდილებას რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა ხო ანუ ისიც ვცადე ესეც ვცადე და აი ხომ გეუბნებით მე რო სიტყვაზე ეს 13 წლის პერიოდი არ მქონოდა და ასე ღრმად არ ჩავსულიყავი ჯანმრთელობის საკითხებში და არ შემეცვალა არაფერი თუნდაც ეს ხორცის ჭამა გამეგრძელებინა ეს 13 წელი არა მგონია რომ სრულყოფილი კვება მქონოდა როგორიც ეხა მაქვს იმიტომ რომ იქ თუ არ გაუკეთებ ასე ვთქვათ აკრძალვებს აი რაღაცეებს რაც არის რაფინირებული ზეთი შაქარი ხორბალი ხო აი რაც არ უნდა მიიღო იმდენად მაღალი გექნება ანთებითი პროცესები ორგანიზმში რომ ეს პატარ-პატარა დახმარებები უკვე აღარაფერს დაეხმარება. აი ეს არის საინტერესო, რომ თქვა აი რას ურჩევდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა ვეგანობას აპირებს, თან რო არ გამოგვივიდეს ამის კრიტიკა. ხო. იცით რა არის, ალბათ ყველამ უნდა მოусმინო, ჯერ კიდევ რამდენიმე მიზეზი აქვს, რატომაც ადამიანი ხდება ვეგანი, ხო? თუ ადამიანის საბაბი რო გახდეს ვეგანი არის ეთიკური, იმას დამთავრდა ვეღარ შეეწინააღმდეგება ამაში არის სიმართლე ცხოველების ემპათია გარემოს დაცვა ასევე არ ხმარობენ ცხოველურ პროდუქციას ხო ტყავის ფეხსაცმელი ჩანთა ანუ ის ადამიანი თუ ამ ეთიკურ საკითხს უფრო წინაყენებს ვიდრე მის ჯანმრთელობა და ეს მისი გადაწყვეტილება მე ამას პატივს ვცემ და მაშინ ამ ადამიანმა უნდა უბრალოდ იზრუნოს იმაზე რომ რითი შეივსოს ის დანაკლისი სიტყვაზე საქვეყნოდ ცნობილია რომ ვერანაირი ვეგანური დიეტით B12-ს ვერ მიიღებ. შესაბამისად 13 წელი B12-ს ვიღებდი, ხო? შესაბამისად ადამიანი რომელიც გახდება ვეგანი, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ანუ არ უნდა ეცადოს, რომ აბა იქნებ რომელიმე სახით მივიღო. არა, დამთავრდა ვერ მიიღებ. ანუ არსებობს რაღაც კონკრეტული დანამატები, რომელიც ვეგანმა აუცილებლად უნდა მიიღოს. აი გითხარი რა დანამატები. ერთადერთი აუცილებელი არის B12. ბაქტერია რომელიც ცხოვრობს რაღაცა მიწაში და აი შესაბამისად ცხოველი რო ხო მიწასთან ახლოს არის აი ცხოველურ პროდუქტებში არის ხო ეხლა ნუ საზღვარგარეთ თუ კვერცხშიც არის კი ანუ რძის პროდუქტი აი ვეგეტარიანელიც თუ ხარ საკმარისია რომ ანუ ვეგანი რომელიც კვერცხს ჭამს და მხოლოდ ანუ აქ საუბარია თუ არაფერ ცხოველურს არ იღებ მარტო მცენარეულს მაშინ აუცილებლად თუმცა მეორე მხრივ არის ადამიანი ყველაფერს მიირთმევს და B12 მაინც არ აქვს წესრიგს ნუ კიდე თალკე მაინც დეფიციტში აქვს. ხო. ნუ აი რკინის პრობლემაც ხშირად არის ხოლმე. სიტყვაზე მეც მქონდა ხოლმე, რომ აი ეს ფერიტინი მივარდებოდა და სულ ასე ვთქვათ, ვაკონტროლებდი ამას. ნუ დანარჩენი დანამატები ეს გინდა ვეგანი იყავი, გინდა ესე იგივე მაგნიუმია თუ ომეგა-3 და D ვიტამინი და რაღაცები ეს ყველამ უნდა ამოწმოს. და დანარჩენი პრინციპში მცენარეული პროდუქტი და შეგიძლია
საუბარია, კი, აქ საუბარია რომ თუნდაც რომ იყო ვეგანი, მიაქციო ყურადღება რომ ჭამო მრავალფეროვანი, სიტყვაზე არ შემოიფარგლო ლობიანი, არ ვიცი მე, კარტოფილით და იყოს იქ ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, პარკოსნები, სოიოს პროდუქტი, ტოფუ, ტემპე და ასე შემდეგ, ხო? აი ხშირად არის ეს დემონიზებული, რომ აი სოიო იწვევს სიმსივნეს და რაც არის აბსოლუტურად აბსურდი, განსაკუთრებით ქალებისთვის ჩვენ ასაკში აი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა ხორცი ვჭამოს სოიო აუცილებლად მაგრამ გააჩნია სოიოს ხარისხს. ხო, ეს არის. ხო, ну იცით რა, ხა ჩვენთან ქართული სოიო არსებობს და ძალიან კარგია და ამიტომ ხო, მე ძალიან თავისუფლად მივირთმევ ხოლმე და ძალიან ასე ვთქვათ დიდი რაოდენობით ვიღებ საკმაოდ, აი თითქმის ყოველ დღე მაქვს რაციონში, ვინაიდან სოიოს ახასიათებს ესტროგენის როგორც ხორბალზე და შვრიაზე ვთქვით, ხო, რომ გავს ერთმანეთს, ხო, ესევე არიან ესტროგენი და სოიო და შესაბამისად ქალებს ნელ-ნელა რო გვაკლდება ეს ესტროგენი, სოიოს მირთმევით, ასე ვთქვათ, ორგანიზმს ვატყუებთ, რომ ეს ესტროგენი ჯერ კიდევ არსებობს და ასე ვთქვათ, ისევ ახალგაზრდულად და ანუ ქალებისთვის სასარგებლო არის სოიო, სულ არ იყო ვეგანი. სულ არ იყო ვეგანი, ხო. იქნება კარგი რომ მივიღოთ. რა იყო ყველაზე რთული გამოწვევა კულტურულად ჩვენს გარემოში? რა გამოწვევების წინაშე დადექი? როდესაც გადაწყვიტა რომ გახდა ვეგანი. კი, აი გამოწვევები ნამდვილად იყო დაწყებული იქიდან, რომ უბრალოდ რამე ჭამა არ ვიცოდი, ხო, ამისი ცოდნა არ მქონდა, რაღაცის გამოცხობა მინდოდა და ვერ ხვდებოდი კვერცხი თუ არა, აბარა, ანუ რითი შევკრა, კაი ფქვილი ჩავყარე, რაღაცით დავატკბე, მაგრამ დადებ რაღაცაში გაიშლება, ხო, ну ვერ იკვრება. ასევე იყო, რომ აი კარაქს თუ არ ვხმარობ, რაფინირებული ზეთი არ მინდა, იქ მარგარინი არ მინდა და არ მინდა და აბა რა ვქნა და ასე შემდეგ. ბევრი კითხვა იყო, მაგრამ ზუსტად აი კურსების გავლის შემდეგ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ვისწავლე და იგივე ჩიასელი, კვერცხი ჩაანაცვლა, რძე თურმე არსებობს ნუშის, ქოქოსის, სოიოსი და თურმე ძალიან ადვილია სახში გაკეთებაც და დამზადებას და არანაირი პრობლემა არ არის. იგივე აი რაღაცები, რაც მენატრებოდა, ხო, ნამცხრები რაღაცები ყველაფერი გადმოვთარგმნე ჩემებურად, ხო? დღეს დილით მაგალითად მქონდა ბრაუნი, რომელიც აი იტყვი რომ ახლა ტრენდულია, რომ ტკბილით არ უნდა დაიწყო საუზმე, არ უნდა იყოს ტკბილი, მაგრამ არ არის ჩემი ბრაუნი ტკბილი, იყო ლობიო და კაკაო და კვერცხი. ხო, ანუ დამატკბობელი საერთოდ არ დამატკბობელი არა, ხო, უკვე ჩემი, ასე ვთქვათ, რეცეპტორები ისი არის, რომ ხო, აი იმას მივაყოლე სიტყვაზე მოცვი გქონდა და ანუ ჩემთვის მოცვი არის ძალიან ტკბილი. მეც ესევა, როდესაც შაქარი ამოღებული მაქვს, ჩემთვისაც ხილი ძალიან ტკბილია, ხო? აი ზოგი არის, რომ მაინდა-მაინც მაგრამ ფინიქს არიღებდი და თაფლს, იმიტომ რომ თაფლსთან ვიცი, რომ ნუ ფილოსოფიის კუთხით ვეგანები არიღებენ, იმიტომ რომ ფუტკრის ექსპლუატაციის გამო უარსამობენ შენ ვინაიდან სხვა მიზეზით იყავი ვეგანი, იღებდი თაფლს. მე რაღაც მახსოვს რომ გქონდა, კი. ვიღებდი. მაგრამ თაფლიც მაინც არის სუფთა ნახშირწყალი, ხო? და ანუ ესე თაფლმოსხმული ბრაუნი არ, მაგრამ აი ახლა რაღაცნაირად ესეთი რაღაც გავაკეთე ამ ბოლოს და ძალიან მომწონს. თაფლში ვყრი მიხაკი, ილი, დარიჩინის ჯოხები, ამ ყველაფერს და ძალიან კარგად უკეთებს ინფუზირებას და ასევე ვჭრი ლიმონს და ვყრი თავისი თაფლში და ეს თაფლი თხელდება, რა თქმა უნდა, ეს ლიმნის წყალი ხო გამოდის და უფრო ხდება სიროფივით, აი ესე კარგი მოსასხმელი და ანუ კონცენტრაცია უფრო კლებულობს, ხო, უფრო წყალ ხდება, ასე ვთქვათ, ხო. და პურს რაც შეეხება, ვთქვათ, როგორ მახსოვს რომ რაღაც სხვადასხვა სახეობის პურები გქონდა. კი, პურე. სელის პურიც იყო. ხო, პურეული
მე რომელიც მიყვარს და უფრო ასე ვთქვათ, აი კეტოპურია, კეტდება მხოლოდ და მხოლოდ ჩია, სელი, მზესუმზირა, გოგრის თესლისგან და ასე ვთქვათ, თესლეულის ნარევია და ანუ უფრო არის აი ძალიან მაღალი ცხიმის შემცვლელი და ნახშირწყლები ფაქტიურად არა. და თან სელი იგივე ესტროგენისთვის ძალიან კარგია ქალებს. ანუ ეს პური არის, რომელიც აი ჩემი ყოველდღიურობაში შეიძლება იყოს და კიდევ ვაკეთებ ხოლმე სიტყვაზე ისევ ნარევს. აი ვქვა მაგალითად ბრინჯი, ოსპი, ბრინჯი და ოსპი ერთად ქმნის აი ამ სრულ ამინომჟავების ყველა ისა ცხრავს ხო? ანუ არც ბრინჯს აქვს ცხვრავი, არც ოსპს აქვს, მაგრამ ერთად ავსებენ და ანუ ეს კომბინაცია ყოველთვის ძალიან კარგია. მუხუდო, აი ნებისმიერი რაც არის აი ესეთი პარკოსანს ამას ვქვა და ვიღებ ფქვილის სახით. მე ამას ყოველთვის უმატებ ხოლმე ფსილიუმს, რომელიც არის სუფთა უჯრედისი და ასე ვთქვათ, აი გლუტენს რაც ახასიათებს, ხო, ხორბლის პურს, ხო, აი პურს რო ესე მოუჭერ და გრუბელივით ჩაიფუშება და მე რო თვითონ გაიზრდება. აი ეს რა ქვია ამას, არ ვიცი, ამას აძლევს გლუტენი. და ვინაიდან ახლა მე უგლუტენოს ვაცხობ ელასტიურობას. ეს არა აქვს, ანუ რაც მე რო გამოვაცხობ სიტყვას ეს ფსილიუმი, თუ არ ვქნა, იქნება მაგარი პური, მძიმე, ნოყიერი. ფსილიუმი ესე იგი რაღაც გლუტენის ფუნქციას ასრულებს. აი ამ რაღაცა სიფუმფულეს. და ჩია როგორც ვიცი, კვერცხის, ხო? ჩია კვერცხს, ხო, კვერცხივით, აი თუ გინდა ნამცხვარი გააკეთო, ჩია სელიც იგივე არის. უნდა გააღვივებული. ხო, წყალს ასხავ და აი ესე ამბობენ, რომ ერთი სუფრის კოვზი ჩია სელი, სამ სუფრის კოვს წყალთან ერთად გააღვივებული, აი ამ მასას, ამ ჟელატინისებრ მასას, რასაც მიიღებ, ეს უდრის ერთ კვერცხს. აი ერთი ჩიას კვერცხი, ერთი სელის კვერცხი, აი ესე შეიძლება რეცეპტებში შეგხვდეს, ნიშნავს აი ამას, ერთი სუფრის კოვზი. და აი პურთან დაკავშირებით რომ ამბობდი, ანუ ამ პურს მე რაჩვეულებრივად ღუმელში აცხობ, თუ სპეციალური პურის საცხობი ჭირდება? არა. ხო, იმიტომ რომ ალბათ მაყურებელს აინტერესებს, შეიძლება უნდა თქვა. აი ფქვილის მაგივრად ხმარობ აი ამ პარკოსნების დაფქულ რაღაცა მასას, რა თქმა უნდა ეს არ გამოდის თონის პურივით ფუმფულა და ასე შემდეგ, გამოდის უფრო აი ხომ არის ხოლმე დიაბეტური პურებით, რაღაცები არის ხოლმე, ხო, უფრო იმ ძიმე პურები რო არის, ხო, აი დაახლოებით ესეთი გამოდის. იმას აი ბევრს ვერ მიირთმევ რა, აი რაღაც ერთი ნაჭერი სავსებით მარისია და განაყარებს. აი შეგიძლია კიდევ თქვათ მაყურებლისთვის საინტერესო რამდენიმე რეცეპტი გაგვიზიარო. ჩემი საუზმე ყოველთვის იყო ხოლმე ჩიას ფაფა. იყო და არის, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ახლა დავიწყე ყველაფრის მირთმევა, არ შეცვლილა ომლეტით, ანუ მაინც არის. და როგორ ამზადებ? ხო, ტრადიციულად ახლა იმ სადაც არ უნდა შეხვიდეთ კაფეში და იმაში ნახავთ ჩია პუდინგებს რო ეძახიან, მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ჩიათი და ჩემთვის მთავარი არის რომ ვიკვებო მრავალფეროვნად. ანუ აი რაღაცა როგორც წესი მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ მივირთმევ და შესაბამისად იმ ერთხელ მინდა ხოლმე რომ ბევრი რაღაც მივიღო და ეს არ არის ჩია და სიტყვაზე რძეა, ჩია და მაწონი. ეს არის ხოლმე ნარევი. ეს არის და თან ბევრი ჩია არ შეიძლება. აი რა რაოდენობა ეს ნომეკითხა. სუფრის კოვზე მეტი არ შეიძლება. მე ჩაის კოვს ვიღებ ხოლმე, მაგრამ ნუ აი მაქსიმუმ და არის ხოლმე რომ ჩიას პუდინგი სამი სუფრის კოვზი ჩია და მერე წყალი. მეც ერთი სუფრის კოვზე ვიყო, ნელ-ნელა ავედი. დოზა გავზარდე. თავიდან მეც ჩაის კოვზით დავიწყე და მე მაწონში მაწონში, ხო. ხო, მეც აი სოიოს მაწონს ვაკეთებ ხოლმე, აი როგორც ვთქვი და იმაში ძალიან გემრიელი. ან ნუ თუ არ მაქვს ხოლმე რძე წყალშიც ჩია აუცილებლად, სელი აუცილებლად, ანუ ჩია აუცილებლად უნდა დალბეს და სელი აუცილებლად უნდა დაიფქვას. თუ სელს ისე ჩაყრიმართ, ანუ ზოგმა იცის ხოლმე რომ სალატზე მოიყრის სელს. არ გადამუშავდება, ჩვეულებრივად გამოდის ორგანიზმი და ისე რომ ვერაფერს ვერ მიიღებს. შესაბამისად აუცილებლად უნდა დაფქვა და რაც უფრო ახალი დაფქულია, უფრო კაი, ანუ ჯობია რომ ესე აი 1 კილოს რო იყიდი, არ დაფქვა, არ შეინახო კონტეინერში, ხო? აი
ცოტა უნდა გამოიგო და ყავასთავით ახლად დაბქული იყოს და დაბქული აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს, რომ არ დაეკარგოს ის თავისი თვისებები. ესე იგი, ჩია, სელი, ფსილიუმს აუცილებლად ვიყრი ხოლმე ცოტას და ყოველთვის მე ვუკეთებ რაიმე გემოს. ეს არის ხოლმე ან ერთი ჩაის კოვზი მაჩა, ან ერთი ჩაის კოვზი მორინგა, ძალიან მიყვარს ადაპტოგენები, ეს რეიში, სოკოები, ძალიან მიყვარს ასევე აშვაგანდა, მაკას ფხვნილი, ანუ ისინი რაც ჰორმონებთან დაკავშირებულია და აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანსს, ხო? ამ ყველაფერს და როგორც წესი ვაკეთებ ხოლმე მიქსებს, ხო? აი ეს ერთი საუზმის გასაკეთებლად 10 კილა რო არ დამჭირდეს, რომ გამოვიღო, აი ეს პერიოდულად ვამზადებ ხოლმე სიტყვაზე, აი ახლა მინდა კურკუმას სუპერფუდი დავიმზადო და იგივე კურკუმა, მაკა, აშვაგანდა, აი ესეთი ურევ ამას ყველაფერს. ამას ურევ და უკვე გამზადებული მაქვს და მაცივარში ინახა? არ უნდა, მაცივარი არის. სელი თუ არ ურევია, არა, სელი მაცივარშია და სელი ჩია და მე ამ ჩემს სუპერფუდებს და ნუ კაკაოს თუ ურევ ვარ ხოლმე ძალიან ბედნიერი იმ დღეს, იმიტომ რომ აი ენდორფინებს მეკეტება ნებისმიერ შოკოლადს არ ვიღებ ესე ასე ვთქვათ ნაყიდ შოკოლადს, მხოლოდ ჩემი თუ ვამზადებ, ხო, ანუ რომელიც არის აბსოლუტურად მარტო კაკაოს კარაქი და კაკაოს ფხვნილი, არანაირი დამატკბობელი არა აქვს. მაგრამ იყო ტკბილი და რითი ატკბობდი? აი სხვადასხვა იცი რა არის მე თვითონ როცა მივირთმევ არ ვატკბობ მაგრამ კაფეში შეიძლება ზოგ რეცეპტში ყოფილიყო ქოქოსის შაქრით დამტკბარი ან ფინიკით ან შეიძლება რაღაცას ერია ბანანი აი მაგალითად ნაყინებს ეგრე ვაკეთებთ ბანანი ურევია თვითონ მასაში ბანანი და ფინიკის მასა უკვე ძალიან ტკბილია ბანანი და ფინიკი შესაბამისად გარედან რომ ასე ვთქვათ მწარე შოკოლადი აქვს უკვე ეს ბალანსი სიტკბო შემოდის აქ და არ იგრძნობა რომ შავ შოკოლადს ჭამ და ამიტომ გემრიელი. აი ეს ჩიას ფაფა არის ჩემი ასე ვთქვათ ყოველ დილით მივირთმევ. კი, ყოველ დილით რომელიც არის დიდი რაოდენობით თუ მოგზაურობ რა შვაბ ეს ფხვნილი დამა. ეს ფხვნილი დღემდე. კი. ახლანდელ რეცეპტებში გამოვყოფდი ჟელატინი. ნუ ზოგადად მიხვდებით ალბათ საუბრიდან იგრძნობა რომ დესერტებზე ჭკუა მეკეტება. ხო მიუხედავთ იმისა რომ შაქარს არ ვიღებ, უკვე რამდენი ხანია დესერტის garaშე ჩემ ცხოვრებას აზრი არ ეკნება. ანუ აი ყველა კვება ანუ მე არ შემიძლია ვჭამო 2 კვერცხი და წავიდე და გავაგრძელო დღე. ხო, ანუ არ არსებობს ხო რაღაცით მინდა რომ დავტკბე. შესაბამისად ეხლა ესეთი რაღაცა მაქვს რომ ჟელატინი ისიც აი სავსე კოლაგენებით და ამის გამო კანს უხდება, ამას უხდება, ამისი ინკორპორირებაც გავაკეთე და ესე ვამზადებ ხოლმე ხა მაგალითად დღევანდელი მქონდა გაკეთებული 500 გრამ სოიოს რძეში და ნუ ვისაც ჩვეულებრივ რძე უნდა აბსოლუტურად შეიძლება ჩვეულებრივ რძეშიც ერთი სუფრის კოვზი ჟელატინი და მე დამატებული მქონდა მორინგას ესეთი მწვანე ბალახი რომელიც მაჩას გავს და ესეც წარო გემოაქცია ხო მწვანე ჩაის ხო რა ვიცი მე არ მემწარება მაგრამ ბალახის გემო აქვს ხო ანუ არ გემწარება უკვე შენი რეცეპტორები სხვანაირად აღიქვამს. ძალიან უხდება ერთი სუფრის კოვზი თაფლიც თუ ქენი. მე უფრო აი ზევიდან უფრო მოვასხა ხოლმე იმიტომ რომ ხანდახან არის როდესაც არ მინდა არც ის თაფლი არ მინდა. სიტყვაზე აი შეიძლება რაღაცა სხვა რაღაცები სიტყვაზე ხილი მივირთვი და უკვე ვთვლი რომ ის თაფლი ზედმეტია. ან თუ სიტყვაზე ისე მოხდა რომ ხილი არ მქონდა ან რაღაცა ხვდები რომ ორგანიზმს უნდა რაღაცა ტკბილი და მაშინ შეიძლება ის თაფლი გამოვიყენო. ამიტომ რეცეპტჩივე არ ვდებ. ანუ არის უარაფრო, ასე ვთქვათ, დაუტკბობელი და ზევიდან ან დავადებ მარწყვს, ან დავადებ თაფლს. ანუ ორივე ერთად არა. მაგრამ შენი ბრენდი ნამუ ჩვეულებრივად არსებობს. კი, ანუ ვეგანებისთვის არის ხელმისაწვდომი. ჩემი ნამუ აი ამ ყველაფერთან ერთად რაღაცნაირად ბიზნესაც თავისი ეტაპები აქვს, ხო? ანუ იყო 2006, ანუ 2011 წლიდან გავხდი ვეგანი.
ვეგანი. მე ამას მოყვა სწავლა, ასე შემდეგ და 2016 წელს, ანუ თითქმის 10 წელი გახდება, რაც ნამუ დაარსდა, ხო? ნამუ არის ვეგანური სამზარეულო, რომელიც ვეგანობასთან ერთად აი ამ ჯანმრთელობის ხაზს გასდევს, არის გლუტენო, ულაქტოზო, ურაფინირებულო შაქრის ზეთები და ასე შემდეგ. ხო, მხოლოდ და მხოლოდ არანაირი კონსერვანტები, არანაირი დანამატები და არაფერი. და როგორ ფიქრობ, ვეგანი მშობელი, როდესაც ბავშვს ჩვილობიდან ზრდის ვეგანად, ირღვევა თუ არა, შენი აზრი მაინტერესებს ამ ბავშვის უფლებები? ის ვეგანიც გააჩნია, რატო არის ვეგანი. თუ ფიქრობს, რომ ესე არის კარგი, ძალიან ძნელია, რომ დედამ იფიქროს, რომ აი ბავშვისთვის ცუდია, რომ არ იყოს ვეგანი და მაინც უთხრას, რომ მიდი როგორც გინდა. თუმცა ამას არ უნდა კონდეს აკრძალვის, ანუ აი მე მგონია რომ აი მაგალითის სახით უფრო ადვილი იქნება, ანუ შენ რომ ვეგანი ხარ, ის თავისთავად გიყურებს და მაინც ალბათ სჯობს რომ თავად გადაწყვიტოს, უნდა თუ არ შენ შეიძლება არ შესთავაზო, ხო გინდა ხორცი შეგიწვა და უთხრა რომ გინდა ბროკოლი მოგიწალო, ასე, მაგრამ სიტყვაზე იგივე აი დაბადების დღე ვახსენე, თუ ვარ სტუმრად არ გადაეფაროს ბავშვს და არ უთხრას, ხო, რომ აი არ ჭამო ეხა ტორტი, იმიტომ რომ ამაში კვერცხია და შენთვის კვერცხი არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ ვეგანი ხარ. ამდენი აკრძალვების მომხრე არ ხარ. ამდენი აკრძალვების მომხრე არა ვარ, მაგრამ ეხა სახლში რომ ერბო კვერცხი არ გაუკეთოს და დილით შრის ფაფა აჭამოს, ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ. ახალი კვლევები თუ აჩვენებს, რომ ქალებისთვის, კაცებისთვის ზოგადად 40-ის შემდეგ მასა რო კლებულობს კუნთის და საჭირო არის მივიღოთ ცხოველური პროტეინი, ბავშვების შემთხვევაშიც ხო იგივე ინფორმაცია გვაქვს, რომ ბავშვებისთვის აუცილებელი არის ცხოველური პროდუქტი. ალექსანდრას შემთხვევაში მე არასდროს არ მithქვავს, ალექსანდრასთვის არ ჭამო. სიტყვაზე შეიძლება მე არ გამეკეთებინა სახლში, მაგრამ დაბადების დღეზე რომ მივდიოდით, ეჭამა კარტოფილის ღვეზელის მაგივრად ხორცის ბლინები რო არის, ხო? ასე გახსნიდა ხოლმე და შეხედავდა ხოლმე და ესა და დღემდე ეხა მე ვჭამ და ის არ ჭამს, ხო? ანუ ამას არ ქონია დაძალების ის, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა გავლენა სადღაც არის. ამბობენ რომ სეზონური კვება არის ყველაზე ჯანსაღი და ენდემური. ზოგადად ორგანიზმი ეჩვევა ნებისმიერ დიეტას და ეს ცვლილებები ძალიან პოზიტიურად აისახება, ხო? აი სიტყვაზე აი კარგა აი მოქნილად რო იყოს ორგანიზმი, არ შეიძლება რომ მუდმივად აკეთო ერთი და იგივე. სიტყვაზე ერთი და სულ ერთნაირად იკვებო. რატო არის სეზონურობა კარგი, ხო? რომ ზაფხულში უნდა ჭამო ხილი და ზამთარში არ უნდა ჭამო მარწყვი. რატომ არის მარხვა კარგი? რაც რელიგიას რომ მოწყდა. ყველა კულტურაში არსებობს, ხო, იქ რამადანია, აქ ჩვენ მარხვა გვაქვს, რაღა, იმიტომ რომ ორგანიზმი რაღაცნაირად, ანუ დაგროვდა ნახშირწყლებით გაივსო, მოდი ეხა შენ მუსულმანებში სიტყვაზე ხო მზის ამოსვლისას აღარ ჭამო, დაელოდ რაღაც რო არის მზის ჩასვლას, მერე ჭამე რაღაცა, რომ რა კუნთებიდან გამოიღოს ეს ნახშირწყლები და განთავისუფლდეს. რატომ გახდა საჭირო სიტყვაზე ეს შეზღუდული საათებით ყვება, ხო? ინტერვალური შიმშილი. ხო. რატომ არის? იმიტომ რომ ადამიანები რაღაცნაირად შეიცვალა ყვების კულტურა, ხო, ხამე რო არ უნდა ჭამო, ამას დოგმა რაში სჭირდებოდა, მაგრამ ეხა უკვე საჭირო გახდა, რომ ვიღაცამ გითხრას, რომ იცი რა არის ძილის წინ არ ჭამო. და ისედაც ხო ლოგიკურია, რო შეჭამდა და მძიმეთ რო ხარ ერთხელ ორჯერ რო არ მოგეწონა. ისედაც ჩვენი დნმ არ არის მიჩვეული ამდენ კვებას. ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედი წარმოიქმნება ყოველ დღე. აბსოლუტურად ყოველდღე. ყველას გვაქვს სიმსივნე, გარკვეული
რაოდენობა უჯრედის. ორგანიზმი, რომელიც ძლიერი ამ სიმსივნეს ასე ვთქვათ, გაასუფთავებს და არაფერი არ ხდება და როდესაც ხდება უკონტროლო პროცესი და ესენი აკეთებენ ბევრად უფრო სწრაფად იზრდებიან ვიდრე კარგი უჯრედები, მაშინ ხდება ეს პრობლემა. და განსაკუთრებით ანთებითი პროცესი კუჭ-ნაწლავში, რაც თუ არცალია ორგანიზმს და სულ აჭმევს, სულ უნდა კუჭიდან რაღაცა გადამუშავოს და ესა ვერ გააკეთებს. ესე იგი, ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, გამოვიტანე მე დასკვნა, რომ შენ ბედნიერი ხარ იმით, რომ ვეგანობიდან გადახვედი ბალანსირებულ კვებაზე, ხო? აი ახლა თავს გრძნობ კარგად. კი, კარგად. მე მაშინაც კარგად გრძნობდი თავს, მაგრამ ახლა უკეთ გრძნობ თავს, ხო? თუ კიდე რამე ახალი იქნება, რაც კიდე უკეთესად მაგრძნობინებს თავს, მე აი მუდმივად დავასკვენი, რომ ვარ მუდმივად სწავლის და აღმოჩენების და ძიების პროცესში. ანუ ჩემთვის მე არ მინდა რომ ვიყო, აი რო გკითხავენ როგორ ხარ, აი ისე რა. გინდა რომ იყო კარგი. მე მინდა ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა. იმედია მაყურებელიც ასე ჩათვლის. იმედია. წარმატებები. მადლობა დიდი. მადლობა.